რეალურად ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით შეუძლებელია, ამიტომ ხალხი იძულებულია იფიქროს რევოლუციაზე და ხელისუფლებამ მე მგონი რომ საქართველოში 10-ჯერ მეტია იმ რაოდენობა უშიშროებასა პროკურატურასა და პოლიციაში ადამიანების და ამიტომ ეს პოლიციური სახელმწიფო შედგა, რომელიც ჩვენ ძალიან უნდა გვაფიქრებდეს ყველას, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მას შეუძლია რომ ყველანაირი ამბოხება და რევოლუცია ჩაახშოს და ციხეში გაუშვას ვთქვათ ამისი მონაწილეები და ისი მაგალითსაც ვარც ახლა და სიხარულით ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები რომ 13 კაცი ხო ყავს და დაჭერილი კიდე რამდენიმეს ვეძებთ და კიდე ესე იგი შესაბამისი გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა ჩართულია რომ მოახდინონ იდენტიფიკაცია და შესაბამისად ამ პიროვნებების დაჭერა. აქაც ჩვენ განსხვავებული პოზიცია აქვს მეცნიერთა კონგრესს, რომ დაჭერების სისტემა, ანუ როდესაც ქვეყანაში არის ისეთ სისტემა, რომ არჩევნებით ვერ იცვლება ხელისუფლება, ხოლო რევოლუციების ჩახშობა შესაძლებელია, იმიტომ რომ პოლიციური ქვეყანაა და დიქტატორული ქვეყანაა, თავისთავად ცხადია ეს ნიშნავს, რომ